მერტმა დაგლოცოთ გაგაძლიეროთ გილოცავთ დღევანდელ დღეს წმინდა იონე ოქროპირის ხსენებაა და იცით რომ წმინდა იონე ოქროპირის სახელთა ჩვენი ტაძარი არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ჯვრის ამაღლება, ანუ 27 სექტემბერი, რომლის სახელობისაც არის ჩვენი ტაძარი, იონე ოქროპირის გარდაცვალების დღეა. და აქედან გამომდინარე ჩვენთვის ჩვენი ტაძრის დღესასწაულიც არის, შეიძლება ასე რომ თქვას. წმინდა იონე ოქროპირი ბევრი წმინდანი არსებობს სამყაროში, უთვალავი ვერც დავითვლით, იმდენი არიან, მადლობა ღმერთს და ეს რა თქმა უნდა სასიხარულოა, რაც მეტი ზეციური მოქალაქე იქნება სასუფეველის მკვიდრი და მეტი მეოხი თითოეული ჩვენთაგანისათვის, რომლებიც ჯერ კიდევ აქ მიწაზე ვიღწვით თუ ვიღწვაქვია ამას და მწირობთ შეძლების დაგვარად. მაგრამ მათგან ზოგიერთი არის განსაკუთრებულად გამორჩეული და განსაკუთრებულად შეყვარებული ხალხის მიერ და ერთ-ერთი ესეთი წმინდანი სწორედ წმინდა იოანეა, რომელსაც ხალხმა სიყვარულით ოქროპირი უწოდა. იშვიათად წმინდანს საერთოდ ცეცხლი აქვს გულში, იმიტომ რომ უფლის სიტყვები გახსოვთ, ცეცხლისა მოვედ მოფენად დედამიწაზე და სურს რომ აწვე აღეგზნას ეს ცეცხლი და აქ არის სწორედ იმ ღვთაებრივ ცეცხლზე საუბარი, რომელიც გვეძლევა ნიჭად ღვთის მიერ, მაგრამ რომელსაც ჩვენ განვაცხოველებთ და აი ამ ხურვალე ცეცხლით გვიყვარს სწორედ უფალი და ამიტომ წმინდანობა აი ამ გულმხურვალების გარეშე, ღვთაებრივი ცეცხლის გარეშე არის შეუძლებელი და რაც შეეხება მათ წმინდანებს შორის ზოგიერთებს ეს ცეცხლი განსაკუთრებულად ძლიერი ქონა. თვითონ ხშირად მithქვავს მე თქვენთვის თვითონ იონე ოქროპირი ამბობს პავლე მოციქულის შესახებ, რომ იგი იყო ცეცხლი ანთებული მიწაზე, რომლის ალი ზეცას წოდებოდა და ასეთი არც ყოფილა და არც მერე არ იქნებაო პავლე მოციქულიაზე ამბობს იონე ოქროპირი, მაგრამ თვითონაც ამგვარი ცეცხლი იყო. და აი ამ ცეცხლის გამო იგი განსაკუთრებულად უყვარდათ ხალხს და დღესაც რაღაც განსაკუთრებული სიყვარულის ობიექტია. თვითონ ის ფაქტი რა ღირს, რომ ეკლესიაში ძალიან ბევრი წმინდანი იყო, ძალიან ბევრი ლიტურგია არსებობდა დაწყებული მოციქულებიდან, პირველი ერთ-ერთი რომელიც ვიცით იაკობ მოციქულის ლიტურგია, მაგრამ ეკლესიაში, მართლმადიდებელ ეკლესიაში რამდენიმე დღის გარდა, ვთქვათ, დიდ მარხვაშია კვირაობით და ბასილ დიდის ხსენების დროს, დაახლოებით 10-ია ასე დაახლოებით, როცა ბასილ დიდის ლიტურგია აღესრულება, დანარჩენი აღესრულება წმინდა იონე ოქროპირის ლიტურგია. ანუ თვითონ აი ესე ინება უფალმა, რომ სწორედ მის მიერ შედგენილი სიტყვებით, მისი გულიდან ამომავალი სიტყვებით ლოცულობთ ყოველ წირვაზე და ესეც რა თქმა უნდა შემთხვევითი არ არის. საოცარი ადამიანი იყო წმინდა იონე, ჯერ იყო განსაცვიფრებელი ასკეტი. იმდენად ძლიერი ასკეზა ქონა, რომ ჯანმრთელობაც კი შეერყა მას გარკვეულად, თავს არ ზოგავდა, მოდი ესე ვთქვა. იყო უნიჭიერესი და უგანათლებულესი ადამიანი თავისი დროისა. თავის დროზე იურისტიც იყო და დიდი ორატორიც. მასზე დანანებით ამბობდნენ, რომ თუ როგორი წარმომადგენელი დაკარგა ორატორობის სკოლამ, საერთოდ როგორც ასეთი, როცა ის ყველაფერს ზურგს აქცევს და ბერად აღიკვეცება. მის ცხოვრებაში განსაცვიფრებელია მისი სიყვარული დედისადმი, რომელიც მორწმუნე დედა ყავდა, მაგრამ ევედრება, რომ სანამ იგი ცოცხალია, ანუ სანამ დედა ცოცხალია, მანამდე ის არ აღიკვეცოს და შვილი არ დატოვოს, რომელსაც ესე ობლობაში ზდიდა. განსაცვიფრებელია მისი სიმტკიცე სარწმუნოებრივ საკითხებში, როდესაც იგი ფაქტობრივად არაფერს, აი ერთადერთი ვისიც მას ეშინია, ეს არის ღმერთი, ანუ ეს ქრისტიანული სულისყოფ, რა თქმა უნდა, ანუ ეს არის იგივე სიყვარული უფლისა, როდესაც თვით იმპერატორი არკადი მას მოიწვევს ანტიოქიიდან, რომ გახდეს იგი კონსტანტინოპოლის პატრიარქი, იმიტომ რომ ეძებენ ვინ უნდა იყოს, ესე იგი შემსვლელი პატრიარქისა, რომელიც გარდაიცვალა და მოძებნეს და იპოვეს ადამიანი, რომელიც იყო
სახელგანთქმული თავის სიტყვით და თავისი გულმხურვალებით და ხალხისგან შეყვარებული. და როგორც კი ის გახდა პატრიარქი, ის იმ წამსვე განაცხადებს, რომ ის არის ღმერთის მიერ დადგენილი და არა ვინმეს, მათ შორის იმპერატორისაგან. ამიტომაც ის დაუნდობლად ამხილებდა უზნეობაში თვით საიმპერატორო კარსაც, დედოფალსაც და სწორედ ფაქტობრივად ამას შეეწირა. იონე ოქროპირის ზნეობის ქადაგებლად ითვლება, იმიტომ რომ კიდევ მეორე, იგი როგორც იოანე ნათლისმცემელი შეეწირა უზნეობის, სამეფო კარის უზნეობის მხილებას. და ამით კიდევ ერთხელ იოანეს მერე გვასწავლა, რომ ქრისტიანობა გულისხმობს არა მარტო დოგმატების სიწმინდის დაცვას, რაც არის საოცარი განძი მართლმადიდებლობისა, არამედ ზნეობრივი ნორმების დაცვასაც. ამიტომ როცა ჩვენ გვეუბნებია, როცა ჩვენ თქვათ ხმას აღვიმაღლებთ ხოლმე გარკვეულ თემებზე საქართველოში და როცა გვეუბნებია, რომ თქვენი საქმე არ არის, ჩვენ ვეუბნებით, რომ ეს ჩვენი საქმეა, ის რაც ეხება ზნეობას, ეს სწორედ ჩვენი საქმეა და აუცილებლად ამოვიღებთ ხმას, თუნდაც ამისათვის საკუთარი სისხლის დაღვრა მოგვიწიოს და შევეწიროთ კიდევაც, იმიტომ რომ ეს არის ქრისტიანობა და ჩვენ სხვა ქრისტიანობას არ ვცნობთ და არ ვიცნობთ. წმინდა იონე ოქროპირი გარდა ამის არის უბადლო მცოდნე წმინდა წერილისა და რა თქმა უნდა უბადლო მქადაგებელი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ეკლესიის ისტორიაში. მისი სიტყვები მე სამწუხაროდ ქართულად არ არის ნათარგმნი, არც კი ვიცი, შეიძლება ვინ ძველ ქართულად არის, თქვათ, მათემახარებელია იონე ოქროპირია, მისი მათემახარებლის და იონე ოქროპირის განმარტება ეს არის მართლაც შედევრი, ჰომილეტიკისაც და ღვთისმეტყველების საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ძალიან დიდებული განმარტებები აქვს მას წმინდა პავლე მოციქულისა, რომელიც ასე უყვარდა. მის ცხოვრებაში არის ესეთი ეპიზოდი, თქვენ ეს იცით, როდესაც ვინც მას ეხმარება, ემსახურება, იქ რამდენჯერმე თქვათ უნდა შესვლა და რაღაც შეუტანოს საკვები და იქ თქვათ შეხედავს რომ მუშაობს და ერთხელაც შეიხედება თქვათ დაინახავს რომ თვითონ წერს და ვიღაც უდგას თუ არ ვხდები მარჯვენა მხრიდან და ყურში რაღაცას უჩურჩულებს და მე როდესაც დაეკითხება იონე ოქროპირიანობა რომ არავინ არ ყოფილა აქ თითქოს გაიოცებს კიდევაც ან მართლაც გაიოცებს იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს ისე ეძლეოდეს გამოცხადება რომ ასე წყალივით მიდიოდეს და თვითონ ეს ხილვა არ კონდეს და ამ დროს გახედა იმის დაინახა ეს ადამიანი და დაინახა რომ ფრესკაზე იყო პავლე მოციქულის ხატი და აი ეს იყო და ეს რომ მესია დასტურდება იმ საოცარი ნიშანით ანუ სასწაულით ღვთისა რომელსაც მე ადრეც მithქვავს თქვენც იცით წმინდა იონე ოქროპირის წმინდა თავის ქალა ინახება ვატოპექის მონასტერში და არის საოცრება რომ ეს თავის ქალა ჩვეულებრივი თავის ქალაა იცით ესე ტრადიციაა რომ თავის ქალებს ცალკე ინახავენ წმინდანებისა და ჩვეულებრივი თავის ქალაა აბსოლუტურად ჩვეულებრივი რა თქმა უნდა იცით როგორიც არის ადამიანის თავის ქალა მაგრამ ანუ დარჩენილი მარტო ძვალი მაგრამ აი ის ყური სადაც პავლე მოციქული უქადაგებდა არის უხრწნელი შენარჩუნებული საოცარია ხო თუ მთლიანად გაიხსნა თუ არ გაიხსნა მაგრამ როდესაც მთლიანად თავის ქალა დარჩენილი და დარჩენილია მარტო ყური ეს მართლაც სასწაული და ნიშანია და ვერცხლის ლუსკუმაშია ჩაბძანებული და სადაც ჩანს როგორ არის შენარჩუნებული მისი ყური ასე უხრწნელად ამიტომ დასტურად იმისა რომ აი ეს ცხოვრების სასწაული რაც მე წეგან გითხარით პავლე მოციქულთან დაკავშირებით არის სიმართლე და სამწუხაროა რომ აი დღეს თანამედროვე ქართულად არსებობს 12 ტომი მისი საკმაოდ ვრცელია ეს და სამწუხაროდ თანამედროვე ქართულად ჩვენ არ აგვაქვს ამის საშუალება ვინც რუსული იცის კი კითხულობს მაგრამ ვინც არა სამწუხაროდ მოკლებული აი ამ საოცარ სიხარულს და ბედნიერებას როდესაც კითხულობ და აი როგორც მართლა წყარო რომ მორაკრაკებს აი ესე მორაკრაკებს მისი სიტყვები მე მქონია შემთხვევა კითხულობ და უცებ წაში დამიკვრია სიხარულისაგან რომ ისე ამბობს და მის ცხოვრებაში ესე იყო რა ისე იტყოდა ხოლმე რომ მაშინ იმ პერიოდში ჯერ კიდევ ეს მეოთხე საუკუნეა არ დაგავიწყდეთ მეოთხე მე მეხუთე საუკუნეში გადადის და ეს არის აი პერიოდი როდესაც ჯერ კიდევ ახალი მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ახალი ხილია მოკლედ ასე შეიძლება ასე ითქვას ბიზანტიის იმპერიაში, იმიტომ რომ
თქვენ ვიცით რომ კონსტანტინე დიდის დამსახურება ეს გარკვეულწილად ადამიანურად, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ბიზანტიის იმპერია უცებ გახდა მართლმადიდებელი. მათში ჯერ კიდევ ძალიან ძლავრად არის ეს წარმართული მიდრეკილებები, სახელმწიფო დონეზე უკვე მართლმადიდებლობა ოფიციალური რელიგიაა, მას აქვს ყოველგვარი უპირატესობა, მაგრამ თქვენ იცით რომ ეს ძალადობით ხალხი ვერ ქრისტიანდება. ამიტომ ეს ბევრი ეს განწყობები და ჩვევები არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი ჩვევა იყო ისეთი, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ თქვა თუ რაღაცა მოეწონებოდათ ქადაგებისას, ტაძარში ტაშს უკრავდნენ ხოლმე და იონე კოპირი ამას ქადაგებებში ამბობს, რომ თქვენ აქ ტაშს ნუ უკრავთ, ანუ ცდილობს, რომ აი ეს წარმართული ჩვევები აღარ გქონდეთ ხალხს. და მაგრამ მეორეს ისე იტყოდა, რომ ხალხი ვეღარ ითმენდა და ტაშს დაჰკრავდა ხოლმე. ხოდა მეც ესე დამმართია, ბევრჯერ მიკითხულობ და უცებ ნუ ისეთ მარტო რო ვარ ახლა ვიღაცა რო არ მიყურებს და სიხარულისაგან ტაში დამიკრავს იმდენად ნუ არ ვიცი რა ეს ჯერ ხო სიტყვის ვირტუოზი რო თქვა მე ამით იონე კროპის დავამცირებ იმიტომ რომ ის ღვთის საყვირია ხო და აი ღვთის საყვირი ისე ძლიერად ისე ლამაზად და ისე გულში ჩამწვდომად გვეძლება რომ ტაშის დაკვრა კიდე ნაკლებია რაც შეიძლება ადამიანს დაგემართოს ხოთაშორის ზიარების ის ფორმა რომლითაც თქვენ ეზიარებით წმინდა იონე კროპირის შემოტანილი ანუ კოვზით როცა ეზიარებით იმიტომ რომ მანამდე იყო ერისკაცები ეზიარებოდნენ ისევე როგორც სასულიერო პირები ანუ ცალკე ხორცით და ბარძიმიდან შესვავდნენ ეს ძველი ტრადიციაა და ზოგიერთი პროტესტანტული მიმდინარეობა ამის აღდგენას ცდილობს თუმცაღა იქ საიდუმლოება ევქარისტიის არ არსებობს რაღაც გარეგნულად ასრულებენ და იქ არც ხდლობის ხელდასხმა არსებობს და არც ისინი იმასაც არ თვლიან რომ ჭეშმარიტი ხორცი და სისხლია გახსენება იონე კროპირმა შეცვალა ეს ტრადიცია და არის ის რაც დღეს არის და ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ რომ აი ყველა ადამიანი მოდიოდეს და საფსკერივით გირიგებდნენ წმინდა ნაწილებს პატარებს და მე ხო წარმოგიდგენიათ რომ რამდენი საფსკერის ნამცეცი იყრება აქ და ესე იგი როგორ შეიძლება დაქცეულიყო თქვათ სისხლის დასშემდეგ ამიტომ აი ამისგან თავდასაცავად რატომ იმიტომ რომ მრევლი ძალიან გამრავდა თვითონ შეწუხდა გასაგებია ნეკროპისო დიდი მრევლი ეყოლებოდა და თვითონ შეწუხდა აი ამ პრობლემით და ამიტომ ეს კოვზის ზიარება სწორედ მისი დაწესებულია და რაც თავარია მისი ლიტურგია რომელიც არის ძალიან ლაკონური შედარებით მაგრამ აი ძალიან ცეცხლოვანი და ისეთივე ცეცხლოვანი როგორც თავად იონე კროპირი იყო დღეს რომ თქვათ მამა გაბრიელის ხატი იკურთხა ჩვენ ეს შემთხვევით მოხდა ეკონომოსმა თქვა ახლა რუსკუმას დღეს მოაბრძანებენ რამდენ ხანი ეს ხატი დაწერილია რუსკუმას ველოდებოდი ესეც მე მგონი შემთხვევითი არ არის იმიტომ რომ მამა გაბრიელს ორად ესე ცეცხლოვანი სიყვარული ჰქონდა და მამხილებელი სიტყვა ჰქონდა როგორც წმინდა იონე კროპირის და წმინდა იონე კროპირის ცხოვრებას ვკითხულობთ სულ მაგ ხოლმე ეს სურვილი და განცდა რომ ხო შეიძლება ჩვენ სინოდში ერთი წმინდა იონე კროპირი იყოს ჩვენ სინოდში რომ ერთი წმინდა იონე კროპირი იყოს გაცილებით სხვა მდგომარეობა იქნება იმიტომ რომ ვეღარ გავბედავდით ჩვენ მე სასულიერო პირები იმას რასაც ვბედავთ და ჩვენ რომ ვეღარ გავბედავდით იძულებული ვიქნებოდით შედარებით სწორად გვეცხოვრა და ჩვენ რომ სწორად ვიცხოვრობდით და სწორად ვასწავლით მე მრევლის უფრო მეც ისწავლით და სწორად და უფრო მეტს გაიგებდა და მთელი ეკლესია შეიძლება აღორძინებული იყოს სულ სხვანაირად ერთი წმინდა იონე კროპირი რო იყო სინოდში იმიტომ რომ ისეთი ცეცხლი იყო რომ მისი თავად მეფეს და დედოფალს ეშინოდა და პრობლემა მოაგვარეს ესე არის ადამიანი არის პრობლემა მოუკლავთ ადამიანს აღარ იქნება პრობლემა და მოკლეს ფაქტიურად სული დაიღუპეს და წმინდა იონე კროპირის კიდევ სიცისკარები გაუღეს მაგრამ მთლიანობაში როგორ მოკლეს აგერ ამდენი ხანი გავიდა მის მიერ ხო და მისი ხმა როგორც ცეცხლოვანი საყვირი ისევ ისმის თელ სამყაროში შეგვეწიოს წმინდა იონე კროპირი წმინდა მამა გაბრიელთან ერთად რომ რა აი ეს რაც მე ჩემი სურვილი რაც არის რომ ერთი ესეთი გუმხურვალე ცეცხლოვანი და უშიშარი რაც თავარია და უზნეობის მამხილებელი ეპისკოპოსი ყოლოდეს სინოდში რომელიც ყველაფერს თავის ადგილას დაალაგებდა შეიძლება ასე ითქვას ჩვენ კიდე ჩვენი ტაძრის მრევლს კიდე
იმის გამო რომ წმინდა იოანე ოქროპირიასთან დაკავშირებულია ჩვენს ტაძართან მეტი გულისხმიერება გქონოდეს სულიერ ცხოვრებაში და ეს გულისხმიერება ვლინდებოდეს იმაში რომ თუ ცეცხლი არ გვექნა აქ მაშინ ჩვენს ქრისტიანობას ფასი არ აქვს. ღმერთმა მოგცეს ძალა წმინდა იოანესა და წმინდა გაბრიელის მეოხებით რომ ეს ცეცხლი რომელიც უფალმა მოჰფინა დედამიწაზე ჩვენშიც აღზნებული იყოს და თუ ზეცას ვერ მიწდება ეხლა ისეთი მაინც ყოფილიყოს რომ ღვთის საყდრამდე ჩვენი ლოცვები ადიოდეს. ამინ.